თუ ჩვენ წავაგებთ ბრძოლას აერში, ჩვენ წავაგებთ ომს და ძალიან სწრაფად. ფელდმარშალ მონტგომერი. Kismet ლაკოევი. ხედულობა რამდენია? თაშინისლი ხომ არ არის? გავიგე. კიო წავედი მამა. ავშენცი. ნენა. გაშურო მამა. წამოში. კარგად მამა. Сегодня штабили на полетах? Ночные пошел. Поздно вернешься? Наверное. ფრენისთვის მომზადება და საერთოდ ფრენებისთვის მომზადება ნამდვილად სახლიდან იწყება, ოჯახიდან იწყება. ალან ლაკოევის არჩევანი მფრინავი გამხდარიყო, ოჯახიდან მოდის. მფრინავობაზე ჯერ მისი უფროსი ძმა, თამაზი ოცნებობდა. დღე და ღამეს ავიატორებზე წიგნების კითხვაში ათენებდა. ავიაციაზე შეყვარებულ შვილს საჭირო ლიტერატურით მამა ამარაგებდა. თუმცა ღამით კითხვას კატეგორიულად უკრძალავდა. თამაზი მშობლებისგან მალულად სანთლის შუქზე აგრძელებდა კითხვას. ამან მის მხედველობაზე სერიოზულად იმოქმედა. რუსეთის საფრენოსნო სასწავლებლიდან საგანგებოდ მომზადებული თამაზ ლაკოევი სამედიცინო კომისიამ უარით გამოისტუმრა. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს კითხულობდა და უბრალოდ თვალები დაიფუჭა. მხედველობა დაუქვეითა და შესაბამისად მფრინავი ვერ გახდებოდა, მაშინ არ იყო ეს კლინიკები, სადაც შეიძლებოდა მხედველობის კორექტირება და ასე შემდეგ. თამაზის ოცნებას ასრულება არ ეწერა. მან თავისი აუხტენელი სურვილი უმცროს ძმას გადაულოცა. რადიოელექტრონიკა შეასწავლა, ავიაცია შეაყვარა და შემდეგ ბოლნისის აეროკლუბში მიიყვანა, სადაც თვითონ მთავარ ტექნიკოსად მუშაობდა. ყოველთვის ამაყობდა ჩემით და ვიცი, ალბათ თავის იდეებს ხედავდა, ასე ვთქვათ, ჩემში. თუ ბავშვს პარაშუტით გადმოხტომის ეშინია, ის მფრინავი ვერ გამოვა. ეს ჭეშმარიტება ყველა ავიატორისთვის ცნობილია.
პარაშუტით ხტომაზე ბოლნისის აეროკლუბში მაშინ ბევრმა თქვა უარი. ალან ლაკოევმა კი ეს გამოცდა ჩააბარა. გაიარა ჩვეულებრივად თეორიული მომზადება, სახმელეთო მომზადება, შემდეგ საპარაშუტო ხტომები ფრენების წინ და დავიწყეთ უგევს სწავლა. ფრენების სწავლა. თავიდან ახლა რა თქმა უნდა ყველას უჭერს. განსაკუთრებით ადამიანი როცა მოდის და თან ბავშვი რო უცებრჯება თვითმფრინავზე, ნაცნობია რა თქმა უნდა. ლაკოევის პირველი ფრენა IA-42-ს უკავშირდება. ალანი სწორედ ბოლნისში ინსტრუქტორთან ერთად აფრინდა ჰაერში. უფროსი ძმა მიწიდან ადევნებდა თვალს. ჰორიზონტალური ფრენა, სიმაღლის აღება, დაშვება, პატარა კუთხით ვირაჟების კეთება. ეს იყო პირველი სავალდებულო გაკვეთილები. კურსანტის ფსიქოლოგიისა და შესაძლებლობის შესწავლის შემდეგ ინსტრუქტორები დავალებებს თანდათან ართულებდნენ. თავარია პროცესი ჩვეულებრივად ინსტრუქტორმა გაუგოს კურსანტს. და ინსტრუქტორმა გაგდეს მისი მეგობარი. თორე ჰაერში რჩებიან ორნი. სწავლის პროცესის ერთ-ერთი ურთულესი ილეთია ეგრეთ წოდებული შტოპორი. როდესაც თვითმფრინავი გადის დიდ კუთხეზე, ღრთა აღარ მუშაობს და იწყებს ვარდნას. ეს ილეთი აუცილებელია იმისთვის, რომ კურსანტი ყველაფრისთვის მზად იყოს და ექსტრემალურ სიტუაციაში წამებში გამოასწოროს შეცდომა. ბავშვი არის, რა თქმა უნდა, 3 საათი იფრინა, რომ გრადად არის, ხომ თვითმფრინავი. და ახლა უცებრად თვითმფრინავი ჩვენ კი ვასწავლით, რომ მოხდება ეს, მაგრამ ეს რომ მოხდა, სულ ყველას თვალები გავფორთო და თქონდა ეს უცხო ხილი იყო ჩემთვის, ახლა წარმოვიდეთ 15 წლის ბიჭი რომ ჩასვო თვითმფრინავში, ხომ? რაღაც ზედმეტად ალბათ დაძაბულობაც იგრძნობოდა, რაც ნერვიულობაც იგრძნობოდა და ასე შემდეგ. ну რა ვიცი რა. ყველა თავისებურად განიცდის ამ სიტუაციას, ზოგი უფრო წყნარია, ზოგი უფრო დინჯია. აეროკლუბში ლაკოევმა IA-42 რთული, შემდეგ კი უმაღლესი პილოტაჟი დამოუკიდებლად შეასრულა. და ყველა დაარწმუნა, რომ თამაზის უმცროსი ძმა ალანი არ იყო ჩვეულებრივი რიგითი მფრინავი. არის უბრალო პილოტაჟი, არის რთული პილოტაჟი, არის უმაღლესი პილოტაჟი. უმაღლეს ელემენტებს გადიოდა, რა თქმა უნდა. აი მაშინ ეთყობა მფრინავს, თუ როგორ ითვისებს. და მაშინ ვიგზავნეთ, რომ ჩვენ უცხოეთ, რომ ჩვენ უნდა წახვიდე გამონადგურებელ ავიაციაში. მოთხოვდა სული და გული და თვითონ აღნაგობით იყო გამონადგურებელი. 1986 წელს ალანმა ვოლგოგრადში კაჩის უმაღლეს საფრენოსნო სასწავლებელში ჩააბარა გამოცდა. დაფრინავდა MiG-21-ზე. საავიაციო საბრძოლო მომზადების ცენტრში გამონადგურებელ MiG-29-ზე. თეორიული გადამზადება ლიპეცკში გაიარა. 1991 წელს ლაკოევი საქართველოში დაბრუნდა. აქ განლაგებულ რუსულ სამხედრო დანაყოფში სამსახურის გასაგრძელებლად. იმ პერიოდში რუსებს სამხედრო ნაწილებიდან ყველაფერი გაჰქონდათ. სასწავლო ფრენებისთვის არავის ეცალა. რუს ინსტრუქტორებს ქართველი მფრინავებიცაში აღარ აუშვიათ. იმავე წლის აგვისტოს დასაწყისში ალან ლაკოევი ლიპეცკში მასწავლა რამდენიმე ქართულ კურსანტთან ერთად ქართულ არმიაში ჩაირიცხა. ლიპეცკიდან ჩამოსულებს MiG-29-დან მოიერიშე სულ 25-ზე მოუწიათ გადაჯდომა. საჭირო გახდა ახალ ტექნიკასთან, განსხვავებულ საბრძოლო ტაქტიკასთან შეჩვევა. ფრინავებს ამისთვის გარკვეული პერიოდი სჭირდებოდათ. თუმცა მშვიდად მომზადების დრო აღარ იყო. აფხაზეთში ბრძოლები უკვე მიმდინარეობდა. პირველი ოპერაცია ჩატარდა 92 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა გადაესწავლეს ფრინავებმა 31 საავიაციო ქარხანაში, დამთავრებისთანავე ჩამოვიდნენ სოხუმში ომის პერიოდში უკვე. თითქმის ყველა ვიყავით ერთ დონეზე მომზადებული, მეტნაკლებად. ყველა ვიყავით 22-24 წლის ბიჭები. და რა თქმა უნდა არ ვიყავით იმ დონეზე მომზადებულები, რა დონეზეც უნდა ყოფილიყავით. აფხაზეთის ომში იყო ტაქტიკური შეცდომები. არ არსებობდა საბრძოლო ოპერაციების კოორდინაცია.
იყო მოუმზადებელი ოპერაციებიც. ფრინავების უმეტესობა საბრძოლო ფრენისას იმაღლებდა კლასს. ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც ხერხდებოდა ჰაერში შეთანხმებული მოქმედება. 1992 წლის 19 სექტემბერს აფხაზეთში ბრძოლების დროს შეიქმნა საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალები. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში მივედით ისეთ დონეზე, როდესაც არ არის არანაირი ბარიერი, არ არის არანაირი მაპკოლებელი ძალა და შენ იცი, რომ შენ ხარ შენი თავის წინაშე, პასუხისმგებელი. დააშავებ, შეიძლება ვერ დაბრუნდე. მეორე მხრივ არ დააშავებ, შეიძლება ვერ დაბრუნდე. და ყოველთვის უნდა ეძიოს ოქროს შუალედური, ასე რომ ვთქვათ, პოზიცია. ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციაზე ალან ლაკოევს გაუჭირდა ოქროს შუალედის მოძებნა და ის ბაზაზე ვერ დაბრუნდა. მის თვითმფრინავს გადასატანის არაკეტო სისტემა სტრელას ჭურვი მოხვდა. ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ძრავაც გამოიგდო. ცეცხლში გახვეული Su-25-ის დამორჩილება შეუძლებელი იყო. დასუნ იყო წვილით, იყო ეს წამყვანი წვილის დაბლიდან ჩამოაგდეს. დაბალ სიმაღლეზე იყო, მან მოასწრო კატაპულტირება, გადმოხდა, გადარჩა და იმ საღამოსვე ჩავარდა მოწინააღმდეგის ხელში, სხვა წვერი. ალან ლაკოევის გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. 10 დღიანი ტყვეობის შემდეგ სპეცდანაყოფმა იგი გამოიხსნა. ბევრი მაგალითია ავიაციის ისტორიაში, რომ ფრინავი ცდილობს გადაარჩინოს თვითმფრინავი. ცდილობს და ბევრი სხვადასხვა ამას შეეწირა ბევრი ფრინავი, რომ იმის გადარჩენას გადახტომას ამჯობინა გადარჩენა თვითმფრინავის და არ გამოვიდა და თქვა დაждდომა სადმე თვითმფრინავის და დაიღუპა მასთან ერთად. აფხაზეთის ომში დაიღუპნენ ქართული ავიაციის მაშინდელი სარდალი იზანი ცერცვაძე, ფრინავები ჯიმი მაისურაძე, სლავა ჯაბუა, ზურაბ იარაჯული. ერთ წელიწადში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 25 მფრინავი დაკარგა. ყველაზე რთული პერიოდი ჩემი აზრით ჰქონდა, ეს იყო შემოდგომა 93 წელი. როცა ავიაციამ დაკარგა ომის პერიოდში ბევრი მფრინავი და განსაკუთრებით იმოქმედა ჩვენ ავიაციაზე ჩვენი სარდლის იზანი ცეცხლში დაკარგვა. იგი ყველაზე უარყოფითი მომენტი ჩვენს არსებობის პერიოდში. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო ომის მერე. ალბათ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ რეგულარულად, ასე ვთქვათ, ვარჯიშობდით, იყო პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად არ ვარჯიშობდით. იმ პერიოდში სამხედრო ავიაციას ყურადღებას არავინ აქცევდა. არ იყო საწვავი. არ სრულდებოდა ის აუცილებელი ფრენები, რაც მფრინავისთვის კლასის შესანარჩუნებლად და ასამაღლებლად იყო აუცილებელი. ვერ ხერხდებოდა ახალგაზრდა მფრინავების მომზადებაც. 1995 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ალან ლაკოევის ძმა თამაზ ლაკოევი. ავიაციამ ნელ-ნელა დაიწყო გაძლიერება. თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შეიძინა რამდენიმე ერთეული საფრენი აპარატი. მათ შორის ძვირადღირებული ორადგილიანი Su-25, რაც ახალი თაობის სრულყოფილად მომზადების საშუალებას იძლეოდა. დავიწყეთ პირველი ინსტრუქტორების მომზადება. და მოგეხსენებათ პირველი ინსტრუქტორი Su-25-ზე მე მომამზადეს ბექაური ზვიადი ჩვენი. და ეს დიდი დამსახურება მიუძღვის, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ სარდალს. ბატონ ალან ლაკოევს,
რომელიც იყო ინსტრუქტორი თვითონ, შემდგომში თვითონ გახდა ინსტრუქტორი და ჩვენს გვასწავლა ყველა ინსტრუქტორობა, უგანა კაბინიდან მართვა. ეს ძალიან დიდი შრომაა და დიდი ჯაფა ამ ფრინავის. ფაქტი არის, რომ ეს არის შრომა რა. კაცი უნდა მუშაობდე კაბინაში. ძალიან რთული არის. მეცნიერებმა მე მგონია გაითვალეს და წუთში სადღაც ფრინავს უწევს 200 ჯერ ყურადღების გადატანა. საშუალოდ 200 ჯერ. გააჩნიან ფრენის ეტაპს. რაღაც პრიბორებზე ან ხელსაწყოებიდან ხელსაწყოებზე, კაბინაში, კაბინის გარეთ და ასე შემდეგ. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო არის. ალან ლაკოევი 1995 წლამდე კოპიტნარში უფროსი მფრინავის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ კი მოიერიშე პოლკის შტაბის უფროსად. 1999 წელს ის თბილისში სამხედრო ავიაციის უფროსის მოადგილედ გადმოიყვანეს. ბატონო პოლკოვნიკო, ჩემ მორგეობის დროს საიმე შემთხვევებს ადგილი არ ქონია. სარგობის მორგეობის პოლკოვნიკი მეზრიშვილი. თავისუფლად! 2006 წლის თებერვალში ლაკოევის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლად დაინიშნა. თვითმფრინავის კაბინიდან სარდლის კაბინეტში გადასვლა არც ისე იოლი აღმოჩნდა. რთულია კაბინეტში ჯდომა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია. საქმე რაშია, იცით? როდესაც მფრინავი ჰაერში არის, შენ იცი, რომ ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ ხარ, შენ მართავ ამ თვითმფრინავს თუ საფრენ აპარატს და თუ რაღაც არ იქნება ტექნიკური რაღაც ხარვეზი და რაღაცა არ მოხდა სასწაული, შენიც შენი დავალება, შენიც შენი ფუნქცია და შენ ეს თუ ის დავალება უნდა შეასრულო. ბევრად უფრო რთულია, როდესაც შენ გიწევს ადამიანებთან ურთიერთობა. საერთოდ მიწაზეც არ უც უფრო რთულია. ახლად დანიშნულ სარდალს სერიოზული გამოცდა ელოდა წინ. 2006 წლის 26 მაისს აღლუმზე 42 საფრენი აპარატი უნდა გამოეყვანა. საჭირო იყო სამთვეში 42 ეკიპაჟის სათანადოდ მომზადება, რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო. შეკითხები. მცირე ვადის მიუხედავად, დამოუკიდებლობის დღეს ქალაქის თავზე 4 ათეულზე მეტმა შვეულ მფრენმა და სულ 25-მა გადაიფრინა.
ცეთ ბუნებრივი ადამიანისთვის რაც მეტი აქვს, უფრო მეტი რომ მოინდომო. ალბათ და ყველა ადამიანი ალბათ პლანკას წევს ნელ-ნელა ზევით, საერთოდ ყველა საღიაზრნობის ადამიანი. ამიტომ ჩვენ წავწევთ ამ პლანკას ზევით. ალან ლაკოევი ხშირად ესწრება ახალგაზრდა მფრინავების გამოცდას. იგი ტრადიციას არ ღალატობს და როგორც ინსტრუქტორი, ისე იკავებს ადგილს ორადგილიან თვითმფრინავში. ჩვენ გამოზდის გამოძერწვის პროცესში ყველა ახალგაზრდა მფრინავს ვაძლევთ უამრავ დარიგებებს. ჩვენ ვიცით მისი სუსტი და მისი ძლიერი მხარეები, ჩვენ ვსწავლობთ მის ხასიათს. ჩვენ ვიცით პოტენციალურად რა შეიძლება შეეშალოს და რა არ შეეშლება. რა თქმა უნდა, რაც შეცდომებით დაუშვი ფრენის დროს გამარიგა და ამისლა ის შეცდომები, რომ აღარ გამიკეთებინა რა. მით უმეტეს სხვასთან რო დაფრინავ, იმის იმედი გააქვს. როცა მარტო ხარ, ხო, არავის იმედი არ აქვს. გაქვს მარტო შენი თავის იმედი და შენზე არის ფაქტიურად შენი სისხლი დამოკიდებული. მით უმეტეს ასეთ ტიპის ფრინველზე, როგორც არის სულბახუთი. ინსტრუქტორთან ერთად ფრენის შემდეგ მაიორი ნიკალომიძე დამოუკიდებლად პირველად ადის ჰაერში. ნიკუშა. პირველი. როდესაც შედიხარ მესამე რაზვაროჩი, ხო? აი, როდესაც აკლია სადაც 1.40-45 გრადუსი, ხო? გამოსვლამდე, ხო? დაუკელი ცოტათი აბაროტებით, 5%-ით სკაფ დააკელი. დიდი სნიჟენია გაქვს, მე მგონი ამ სტარტით. ამიტომ ოდნავ მაინც ყოველთვის პაციაგივანიაზე მიდიხარ. ეს მოძრაობა ამას არ აქვს. აი, ხო, თქვი ცოტა უფრო მძიმეა. მიხრი, ხო? ამიტომ ყველაფერი ჩვეულებრივად ნორმალურად. პეკაში შეგიძლია არ იფრინო. აფრინდები აკეთებ ერთ ორ გასვლას და პირველ შემოსვლას კონვერტს მიდიხარ, აკეთებ მეორე შემოსვლას. მეორე შემოსვლაზე ჯდები, ჩვეულებრივად უშვებ პარაშუტს, შემოდიხარ აკეთ. всё, давай. ფრინავი არის ფრინავი მაშინ, როდესაც კარგად დაფრინავს იმაზე, რაც თეორიულად უნდა დაფრინავდეს და ოდნავ ცუდად დაფრინავს იმაზე, რაც თეორიულად არ უნდა დაფრინავდეს. მაშინ ახლა ფრინავი. რამდენიმე წლის წინ კოპიტნარის აეროდრომზე ინტენსიური ფრენები მიმდინარეობდა. ღამით, წვრთნების შემდეგ, როდესაც დაღლილი ავიატორები ყაზარმაში დასასვენებლად ბრუნდებოდნენ, ლაკოევი თავის მანქანით თბილისში მიდიოდა. დილის 8 საათზე კი ისევ კოპიტნარში იყო. იყო ესეთი შემთხვევები, როცა ფრენების შემდეგ ასე რომ ვთქვათ, კანს გამოვლილი ხალხი როცა მოდიოდა უკვე დასასვენებლად, იჯდებოდა მანქანაში და ძალიან შორ გზაზე ესე შვილების სანახავად მიდიოდა. პატარა საიდუმლოებას გავცემ, ამაზე აკეთება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ
ეს არის ასე ვთქვათ წინა საფრენოსნო რეჟიმის, დასვენების რეჟიმის დარღვევა. და ალბათ ვერ დამიჭირეს, თორე ძალიან მკაცრად ვიქნებოდი დაჟილი თავის დროზე. რთულია ამაზე საუბარი, საერთოდ რთული თემაა ჩემთვის. ოჯახთან რა თქმა უნდა, ბავშვებთან. ბავშვებთან იყო დაკავშირებული. შეუფასებელი ქმედება იყო ეს მის მხრიდან. იმიტომ რომ იმ დროისთვის მის შვილებს ეს ნამდვილად ესეჭირდებოდა.